მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს გვექნება ისეთ საკითხზე საუბარი, როგორიც არის მსახიობის პროფესია ერთი მხრივ და პოლიტიკა. ზოგადად ეს ორი პროფესია ერთმანეთთან უძველეს დროებში იყო გადაკვეთილი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი რომაელი იმპერატორი, რომელიც ამავე დროს თეატრში გამოდიოდა, მოგვიანებით უკვე ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეზიდენტი შეერთებული შტატების რეიგანი იყო მსახიობი და ეხლაც უკრაინაში არის პრეზიდენტი მსახიობი. ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრებთ პირველ რიგში მსახიობ, თუმცა არა მარტო, ბევრი რეგალია აქვს მერაბ ჭიქაშვილთან ერთად. სანამ დავიწყებდე საუბარს, უნდა თქვა, რომ სწორედ მერაბის დამსახურება ეს გადაცემა არსებობს. სწორედ მერაბის, ესე ვთქვათ, მეგობრობამ და მისმა, ესე ვთქვათ, გულისხმიერებამ გამოიწვია ის, რომ აი მე ერთხელ დავწერე, რომ მინდოდა რაღაც გადაცემა და დაწერილი არ ქონდა, რომ მერაბმა დამირეკა და შემომთავაზა ეს დაგეხმარებით ამ გადაცემის გაკეთებაში და ესე მინდა რომ საჯაროდ პირველად ესე ისე გადახდილი მაქვს მადლობა, მაგრამ საჯაროდ პირველად ესე გადავხადო მადლობა მერაბ. მადლობა შენ და მადლობა არა მარტო მე, არამედ მთელ გუნდს, რომელიც შენი დამსახურებით და შენთან მეგობრობით და მიხარია რომ რაღაც პატარა წული ჩვენ გვაქვს შეტანილი ამ საქმეში და პირადად მეც. გადავიდეთ ეხლა უშუალოდ საკითხზე. მოდი სამ გადავალ უშუალოდ რაღაც პოლიტიკაზე. სამ პოლიტიკაზე გადავალ შევეხო შენ პირველ პროფესიას. შენ იყავი მსახიობი, მერაბს აბსოლუტურად ისეთი ხმა აქვს, რომელიც ალბათ რომც არ ყავდეს მერაბი ნანახი გეცოდინებათ, იმიტომ რომ ბევრი ფილმი აქვს გახმოვანებული და საკმაოდ ისეთი ხმა იყო, რომელიც მე მგონი ინაუგურაციაზეც კი შენი ხმა. ერთხელ იყო. ალბათ თავიდან არც ფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლაზე. დიახ. ისე რომელიც აი ნუკლე შენ ახსენე რაღაც მსახიობის პროფესია, მსახიობი და დაკავშირებული პოლიტიკასთან და გარდა იმისა, რომ რაც ჩამოთვალე, ბევრი ისეთი, ჯერ კიდევ ნორმალურ პერიოდშიც, რა თქმა უნდა და სხვათა შორის აი ჩვენთან უფრო ცნობილია გვახსოვს ბერიკაობა, ბერიკები, გამომხატველობა, მაშინ კარგის თუ ცუდი ამბის ყოველთვის იყო კი დაკავშირებულია მაინც იმასთან, რომ მსახიობი მაინც იყო, აი თუნდაც ბერიკაობა რახან გავიხსენე, იყო რაღაც ინფორმაციის მიმწოდებელი, მაშინ იმ სტილში, იმ ფორმებით, იმ ჩაცმულობით და რაღაცა თითქოს მოდი თქვა პირდაპირ პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი იყო თუნდაც რომ იმ ამბის ან თქვა აი ხა ჩვენთან მაგალითად ძალიან ცნობილია შემდეგ უკვე ამის შემდეგ მაინც მე ბავშვობიდან ბერიკაობის თემა რომ ახსენდება და გვახსოვს ხო გზაზე ხვდებოდნენ ეხლაც არ ვიცი შეიძლება რაიონებში შემორჩენილია ფულის აგროვების ის ცნობილი სცენა რომ სხვადასხვა ჩაცმულობით მსახიობები და ესენი სინამდვილეში მე ყოველთვის რაღაც მეშინოდა რაღაც ცუდი ხალხი მეგონა ყოველთვის მაგრამ ისეთი გამომხატველი ფორმა ქონდათ რომ თავის პლასტიკური მოძრაობებით მაშინ საერთოდ არ იყო ხო კომუნიკაცია სიტყვიერი კომუნიკაცია არ არსებობდა რა ისინი და ფულს აგროვებდნენ მეტად ძალიან საქველმოქმედო საქმეში ჩადიოდნენ მოკლედ და შემდეგ უფრო ბოლოს კი დაიხვეცა და რაღაცა იცი მე არ ვიცი ხა როგორ თქვა მაგრამ რაღაცა მსახიობებისთვის არტისტებისთვის მოდი შეიძლება ასე ვთქვათ რომ მსახიობებისთვის საქართველოში თითქოს და მიზიდულობა მაინც ქონდა პოლიტიკაში ყოფნას ეს გარკვეულწილად შეიძლება იმ ხელისუფლებების ბრალიც არის ან დამსახურებაც არის არ მინდა თქვა რომ ბრალია რატომაც არა ყველას აქვს უფლება რაღაც გარკვეულ ნაწილად რაღაც გარკვეულ პერიოდში რაღაც პოლიტიკით იყოს დაკავებული შეიძლება სულაც არ იყო არც ერთ პარტიაში მაგრამ თვისობრივად საერთოდ მსახიობი სცენაზე მისი ნათქვამი სიტყვა და განსახიერებული როლი რა თქმა უნდა ეს რაღაცას ნიშნავს ხო ჩვენ ვიცით როგორც არის ხა არ მინდა გავიხსენოთ თეატრის ისტორიები საერთოდ ზოგადად იგივე თქვა შექსპირის და ზოგადად ყოველთვის ასე ითვლებოდა, მაგრამ საქართველოში რაღაცა აი ეს ელიტებმა, რაღაც აი ელიტური, რაღაც აი ელიტები რო იქნებოდა, თითქოს აუცილებლად უნდა ყოლოდა იმ ხელისუფალს თავისი მსახიობი, თავისი კარის მსახიობი, მოდი შეიძლება ასე ვთქვათ, მე არ ვამბობ რაღაცა ეს რაღაც ემსახურებოდნენ, არ თავის პროფესიას ემსახურებოდნენ, აი იმ ხელისუფლებას უნდა ყოლოდა თავისი პოეტი, უნდა ყოლოდა თავისი, რა ქვია, მუსიკოსი, კომპოზიტორი და რაღაცნაირად საქართველოში ეს თითქოს და მსახიობებს და მით უმეტეს თუ ნიჭიერი მსახიობი ხარ,
თუ გიცნობს საზოგადოება გარკვეული ნაწილი, ხო, რა თქმა უნდა, ის იმ პოლიტიკოსისთვის, იმ პარტიისთვის, მოდი ვთქვა პირდაპირ, ძირითადად მაინც ხელისუფლების, ანუ ფუფუნება მაინც იყო თუ ძირითადად რახან მსახიობი, ეხლა ოპოზიციაში წასული იშვიათად მინახავს, მე სხვა შორის არის მაგალითები და ჩვენ პოლიტიკურ რეალობაშიც არის მაგალითები, რომ ძირითადად მაინც ხელისუფლებას ჰქონდა უფრო მეტი შანსი, ანუ კომფორტი, რომ აი ამ ცნობილ მსახიობებთან, ამ ელიტასთან ემეგობრა, ვიდრე თქვა ეხლა ოპოზიციამ, იმიტომ რომ ჩვენ იშვიათად ვიცით, რომ ანუ შენ იმას ამბობ, რომ თავიდანვე მსახიობები გარკვეულწილად ელიტარულ ან ისეთ მდგომარეობ დაახლოებული პირები იყო. კი, ამას თავის მიზიდულობა ვერ გაამტყუნეთ. მოდი რა ვიცი ჩვენ მსახიობებზე. მოდი პირდაპირ ვთქვა, საქართველოში სამწუხაროდ მსახიობის პროფესია ფინანსურად არის ძალიან დაუფასებელი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ნიჭიერი არტისტი, ნიჭიერი მხატვარი, ნიჭიერი რეჟისორი არ არის შემოსავლის წყარო. საქართველოში სამწუხაროდ ნუკრი დღესაც კი და სურო განვითარებული იყოს კინო და იყო განვითარებული კინო მიდგომა მსახიობის შრომის დაფასება ფინანსურად ყოველთვის იყო და არის დღემდე არის საკმაოდ მოდი როგორ ვთქვა რა რომ შევაფასო აი ორქულიანი სისტემით შეიძლება თქვა საკმაოდ ანუ მსახიობის შრომა ფინანსურად არ ფასდება ანუ შემოსავლის ამიტომ შესაბამისად იქ ხელისუფლების ანუ აი ამას თავისებური ხიბლი ქონდა ჯერ ერთი ქონდა ხიბლი ალბათ იმ გაგებითაც რომ მე ხარ მინდა ვინმეზე ვთქვა ან და რაღაც თქვა მაგრამ ნუ მაინც ხელისუფლება რაღაცა ყურადღება იყო რაღაც ფინანსურად ეხმარებოდნენ ვიცით ხო რაღაცა აი მსახიობს მაინც რაღაცა პრივილეგიები ქონდა არა იმ გაგებით რომ ის უშუალოდ პოლიტიკაში ერეოდა და რამე არა პრივილეგიები ქონდა ნუ აი დაფასებული არტისტი კაცი ქალი პრივილეგიები ქონდა მით უმეტეს თუ ხელისუფლების ასე ვთქვათ პროპაგანდას ეწეოდი ხო შესაბამისად რა თქმა უნდა უფრო მეტი დაფასება ქონდა არ არის დასამალი რომ ბევრ მსახიობს მაგალითად გაგვიგია ხო რომ აი ვიღაცისთვის მეზობლისთვის მეგობრისთვის ახლობლისთვის გაუკეთებია რაღაც საქმე ანუ ყურადღებას უფრო მეტად აქცევდნენ როდესაც ეთყოდა ცნობილი ეს მსახიობი მაგალითად იმ დროიდან ხელისუფლებას ნელ-ნელა ეს უკვე წავიდა ცოტა ისე რომ ნუ ხა ცოტა რა დიდ დოზებზეა გადართული მაგრამ ნუ ალბათ ასე აღმოჩნდნენ მსახიობები უკვე დიდ პოლიტიკაშიც იმიტომ რომ მე აზარტი დიდია და შესაბამისად ყველა მსახიობს აქვს თავისებური მიდგომა რაღაცეებთან და ნუ ამბიციაც ბუნებრივია მათთვის ესე ვთქვათ იყო თავის დროზე ესეთი პროფესია მასხარაც პროფესია კი ბატონო თავდაპირველი შინაარსი იყო ის რომ მეფისთვის ეთქვა სიმართლე კი ბატონო რაღაცა ფორმებით სხვა ფორმით მაგრამ ხუმრობის ფორმით რომელსაც ღიმილი უნდა მოგუროდა თან შეიძლება მწარე სიმართლე ეთქვა მაგრამ მოგროდა შენ აი ეს პერიოდი ამჩნევ რომ ჩვენი მართველები არა არსებითი მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იყოს იტანს საკუთარ იგებში ესეთ მასხარას რომელიც სიმართლეს ეუბნება მას მე ვერ ვიტყვი რომ იტანს არა და თუ ატანაზე ვიტყვით მე კიდე არ ვიცი უშუალოდ რა ხდება ეხლა მე მახსენდება რადგან ეს ახსენე ეგრეთ წოდებული მასხარესის შექსპირს ისევ დაუბრუნდები როცა ნუ აი ცნობილი ესე იგი იორიკის თავს როცა იღებს ეს მასხარა და უყურებს და ეუბნება რომ რამდენი ვინმე ყავს ნანახი რამდენ ვინმეს იცნობდი ხო მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეხლა იმდროინდელი ესეთი მიიღება გქონდეთ მაგრამ ნუ შესაბამისად ალბათ თუ ვინმე ამ მასხარა ეგრეთ წოდებული მასხარა რაღაც სიმართლეს ეტყვის დღეს ცოტა ძნელია აიტანოს შეიძლება ბოლომდე სიმართლესაც არ ეუბნება დღეს ესეც შეიცვალა იმიტომ რომ ჩვენ მართლა იცი რა არის ამჟამინდელ ეხლა თუ ვიტყვით მეფეს ან ხელისუფალს რაიმე უთხრას შიშველი სიმართლე თან იმ ფორმით რომ ეს მისთვის წარე იყოს მაგრამ ან უნდა მოგისმინოს ცოტა ისეთი საქმე მგონია არ მგონია რომ თან მარტივი იყოს დღევანდელ არ მინდა მე ხა ვთქვა თუნდაც ძლიერი ოპოზიციური ფლანგიც რო იყოს იქაც ხო არიან რაღაც იერარქია ხო არსებობს არა პარტიის თავმჯდომარეა შესაბამისად იმასაც კრიტიკის მოსმენა უნდოდეს ხო და შეიძლება მასაც ყავდეს ესეთი ვინმე რომ სიმართლე უთხრას ან აი ესე მოიქეცი ასე თქვი ამ ხალხში ასე გამოდი აქ ეს ჩაიცვი ხო ეხლა ამას პიარი ქვია საზოგადოებას ურთიერთობა ქვია და რაღაც მე სტილისტი და ასე შემდეგ მაგრამ ეს ყველაფერი თავის დროზე ბარომეტრი სწორედ ესე იყო იმისგან გებულობდა კი მეფე რას ამბობენ ჩემზე ხალხში ეს ხო ცნობილია მაგრამ ვერ გეტყვი რო იტანდნენ და სწორად რო ესმოდეთ თლათ ესე რაღაცები უფრო გადალაგებული გვექნებოდა ჩვენ ესე შენ უკვე არაერთი დღეა რაც საჯარო პოლიტიკაში ხარ და ქონია ბევრ პოლიტიკოსთან შეხება როგორ ხედავ შენ ან ქართული ეს თანამედროვე პოლიტიკური კულტურა ძალიან წყენია კულტურა არის ანუ
იმდენად ვერიტანს იმ პატარა კრიტიკასაც კი რომ არ შეუძლია მასხარეს ფენომენი მიიღოს. კი ბატონო, არის ეს არის და ეს იმდენად არის რომ ხანდახან არაობიექტურად აფასებენ. როცა ობიექტურ სიმართლეს ეუბნები, თუნდაც მეგობარს, ახლობელს აუცილებელია რაღაცა პოლიტიკოსმა გაითვალისწინოს. საქართველოს რეალობაში აი თუნდაც მოდი ავიღოთ რომ აი ცნობილია ხო ვიცით რომ აი პოლიტიკოსი გარკვეული პოლიტიკოსი იქირაოს პიარშიკებს ხო? მოდი ზუსტად რო ვთქვა, სადგურებთან ურთიერთობა. ანუ ადამიანებს რომლებმაც ზუსტად უნდა მართონ მისი ჩაცმიდან დაწყებული თითოეულ ფრაზა. საქართველოში ამისატანა არ უყვართ. მეტიც ბიზნესად, მოდი პოლიტიკას დავდავ, ბიზნესაც აქვს, რო? ბიზნესს აქვს შესაბამისად თავის პიარ სამსახური, ხო? აი მაგალითად მე დიდი ხეთ შენ აღნიშნე კიდევაც, მე ვახმოვანებ 35 წელია. არ ვახმოვანებ მხოლოდ რაღაცა სოციალურ და ბევრ ტელევიზიაში ვიყავი, დღემდე ვარ არაერთი სახელმწიფო უწყების ხმა, ვარ არაერთი კომპანიის ხმა, ცოტა უფრო აქაც ძალიან ცუდი სიტუაცია ამ კუთხით, მაგრამ ნუ ვარ და აი ბიზნესმენებთან დაკავშირებით ავიღოთ. აი მაგალითად ადამიანი რომელსაც იცით რა არის მოსმენის კულტურა ზოგადად არის ამ სფეროშიც. ანუ მე რო ვიცი რომ შენ მითხარი რომ რაღაცა უნდა შევფუთო რა. აი ბიზნესმენი ხარ, ან და პოლიტიკოსი ხარ და უნდა შევფუთო შენი საქმიანობა და ვიცი რომ რაღაც მომენტებში ტყუილის ხმა გვიწევს, ხო, მაგრამ უნდა შეიფუთოს ეს და უნდა გავიდეს მერე პროდუქცია. იმდენად ვერ იტანენ, იმდენად უნდა თავისი იყოს ყველაფერი, იმდენად უნდათ რომ ესეც მათ იციან რომ ლამის მე მქონდა ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიებთან ბიზნესმენთან საუბარი, როცა ელემენტარ რაღაც უხმოვანებდი და მას ეგონა რომ კაი რა ამას რა უნდა მოდი რა ესე თქვი, ესეა საჭირო. ის კი არა, პოლიტიკოსებთან მით უმეტეს. აი ის რომ ეს მოსმენის კულტურა, ის რომ მოდი რა მე ვიცი ჩემი საქმე და ის რომ რასაც მე გეტყვი ესე გააკეთე, იმიტომ რომ არის ხო მასებთან როცა გავდივართ ან და გადიან სადღაც ყველგან არ ხვდება პროფესორი და მასწავლებელი, ხო? სადღაც ხვდება ადამიანი, რომელიც რაღაცა შრომის მას წარმოადგენს, ვიღაცა ხვდება, სადღაც ხვდები საერთოდ სხვა სოციალურ ფენას. ეს პრობლემა არის უკრე, მოსმენის პრობლემა არის. სუროშინაური, სურო იციან, რომ იცის, მოიცა რა მე ვიცი რა. ანუ ეს პრობლემა არის. ეს ეთყობა კიდევაც მე თუ გინდა იმ პროდუქტს და თუ გინდა საარჩევნო კამპანიასაც. არის. ეცი რა არის საინტერესო. აი მაგალითად მიშა ანდღულაძე კიდე სხვების კომედი კლუბის ხალხი. კი ბატონო. მე რო ვიტყვი უნიჭოთ საკმაოდ ნიჭერად ხშირად დასცინიან თავრობის ხალხს, მაგრამ ერთი ესეთი მომენტია აქვს, ანუ ხო ისეთი ჯაბაზის ხმა იცის უნდა კონდეს რაღაცა ისეთი სიმართლე რა, რომელიც ორივე მხარეს ეხება. კი ბატონო. მათ არ შეუძლიათ მაგალითად რა, ყველაზე კარგად გამოჩნდა ესა. მაგალითად კეზერაშვილის თუნდაც რაღაცა ხუმრობ, ირონია კეზერაშვილის ირონია არ შეეძლო. სააკაშვილის ირონია თითქოს იყო მცდელობა, იყო ესეთი მცდელობა, მაგრამ ეს ირონია იყო გულწრფელი. აი ხვდებოდით რა რაღაცა გულწრფელობა აკლია ამ ირონიას რა. შენი აზრით ზოგადად საზოგადოებაში რამდენად არის საჭიროება ისეთი, მოდესეთ მასხარეს, რომელიცაც ექნება ისეთი ირონია, რომელიც ყველა მხარეს შეეხება. არ შეეხება მარტო ერთ მხარეს, არ იქნება მხოლოდ ერთ მხარეს შეეხება ხელოვნურია. ეხლა თქვათ რომ არსებობს ბევრი კომედი ჯგუფი, რომელიც ხან ერთზე არის მიმართული, ხან მეორეზე, მაგრამ აი რაღაცნაირად ისეთი ადამიანი, სადაც შეიძლება ერთზეც თქვას და მეორეზეც თქვას, შეიძლება სხვა დოზით, მაგრამ ორივეზეც თქვას, გსაბოლოოდ გამოვიდეს თქმა. ამის მოთხოვნა არის თუ არა? კი ბატონო. აი პირველ ნაწილს რაც შეეხება, თქვა შენი კითხვის. ჩვენ ვიცით ხო, კი ბატონო, შეიძლება ნიჭიერი კაცი იყოს და ჩვენ ალბათ მე ვილაპარაკებთ იგივე თქვა ზელენსკის ფენომენზე, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში საქართველოს რეალობაზე ვთქვათ, კი ბატონო, ეხლა ის ეგრეთ წოდებული ღამის შოუ თუ რაც იყო, ნუ რაც დაიწყეს რა, შეიძლება ნიჭიერი კაცი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის აი ყავლი რო გადის რა, იმიტომ რომ მე მახსოვს სხვათა შორის, საერთოდ იუმორი არ არის ურთულესი ჟანრია. იუმორი ურთულესი ჟანრია და თან კიდე თუ ამ იუმორში გემოვნებას გემოვნება დადის ქვემოთ და ქვემოთ, კი არ ვითარდება, არამედ ქვემოთ და ქვემოთ დადის და მით უმეტეს თუ ეს გემოვნების შენი დაღმასვლა არის მიზეზი ის, რომ შენ უბრალოდ ვერ უბედავ, ვისაც საჭიროა იმაზე ხუმრობის თქმასაც და ძალიან აგრეთ იცი რა არის,
უგემოვნობა უკვე გადადის იმაში, რომ რაღაცა იცი რა, სიტყვა რა არის, მსახიობის სიტყვა რა არის, ანუ მართალი სიტყვა, რომელიც არ უნდა გეშინოდეს, ხო რომ თქვა. მით უმეტეს როცა იუმორში რა მაინც რაღაცნაირად თითქოს გახსნილია ეს საზღვრები, მაგრამ იუმორის უგემოვნობას რო ემატება ერთი და იგივე და თან ის რომ იმაზე არ უნდა თქვა და ამათ უნდა დასინო, სულ მახსენდება ერთი რაღაც ხო შორის, არ ვიცი, მე მგონი უნდა თქვა კიდევაც. მით უმეტეს შენთან რაღაცა თუ გახსოვს შენ ბიძინა ევანიშვილზე დაიწყეს როგორი გაშარჟება, იცით რომ ბიძინა ევანიშვილზე დაიწყეს გაშარჟება, ეთქვათ რომ აი მაგალითად ეთქვათ რომ აი მე რასაც ვატყობდი თავიდან იყო რომ და ამას ხო შორის ვიდეოს მიუძღეს და ეს ვიდეო ძალიან მალე მოხსნეს, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ პირიქით დიდი რეკლამას უწევდნენ. აი თუ გახსოვს შენ ეს არ ვიცი, მე უბრალოდ გაგახსენებ, ძალიან ცოტა ხანი იყოს ვიდეო. ბიძინა ევანიშვილზე ერთი პერიოდი დაიწყეს გაშარჟება. მე ამბობ უკვე кайხნეს მერე რა, ანუ რომ აი ბიძინა ევანიშვილი აი მაგათად უნდათ რომ ეთქვათ რომ ჩამოსული კაცი ადრე იღვიძებს, არ ვიცი მე რაღაც გადის, სოფლად რაღაცა და თუ გახსოვს შენ ერთი პერიოდი გადიოდა მიუძღნეს ვიდეოც კიდევაც საკმაოდ კარგი როლიკი იყო, ანუ ძვირადღირებული როლიკი იყო, როგორ დგება დილით თუ სილუეტა რა ჩანს, როგორ იკეთებს ტაფილოს წვენს, როგორ ბოლოს მიხვდნენ და მე ამას თავიდანვე მიხვდი რომ სინამდვილეში ეს იყო დაკავშირებული პირიქით ბიძინა ივანიშვილის პირი, იმიტომ რომ 9 საათზე კაცი რო იღვიძებს ამაში რა დასაცინი. 10-ზე რო წვება ამაში რა და რაღაცას რო კითხო, ვიღაცა თუნდაც რო გაშარჯებით მოდის და ინფორმაცია იღებ. საერთო ჯამში გამოვიდა რა რომ ეს კაცი ძალიან თანამედროვე, ჯერ მოწესრიგებული კაცი, იმიტომ რომ დაძინება გაღვიძება რაღაცა გრაფიკია, მოწესრიგება, თუნდაც ის რომ სტაფილოს წვენს იკეთებს თუ რაღაც. ანუ მათ უნდათ რომ ხალხისთვის გაეღიზიანებინათ, რომ ნახეთ ეს თქვენ როგორ ცხოვრობდა, ეს კაცი როგორ ცხოვრობდა, სინამდვილეში ფსიქოლოგიურად რომ მიყვედა ფილოსოფიურადაც გამოვიდა ის რომ ეს მოიხსნა ეს ვიდეო. არ ვიცი გახსოვს თუ არა. ძალიან ცოტა ხანი გადიოდა მე მგონი ერთ ტელეარხზე, მათვე ტელეარხზე. ანუ რას ვამბობ ამას? როგორც კი შეცდომას უშვებ, იუმორი, შენ გონია რომ იუმორი ნათქვამი, იუმორი ნათქვამი თუ გემოვნები თითხვი და თუ სწორად თითხვი, დაცინო შეიძლება პირიქით გამოგივიდეს. რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ახლა მათი ასე ვთქვათ, მოდი გადავიდეთ ახლა რუსეთში. მოდი გადავიდეთ რუსეთში და რატომ მომყავს ეს მაგალითად რუსული კომედი კლუბი. რუსული კომედი კლუბი, რომელიც არავის არ ეგონოს რომ პუტინზე არაფერს არ ამბობენ. არავის არ ეგონოს რომ ვინმეს არ დასცინიან. მერი, პუტინი, შაიგუ უამრავი ამის მაგალითია და საკმაოდ გემოვნებიანად თავის საქმეს აგრძელებენ. ყავლე არ გაუვა. კომედი კლუბის ნახვებს არასოდეს არ გაუვა ყავ. დღესაც კი ძველ ვიდეოებს რომ ვნახულობ. თან ძალიან დიდი რებრენდინგი გაიარა და იქ მუდმივად იცვლებიან და ჩვენ რასაც უყურებთ აქ ნუკრი არ იცვლებიან. მე სხვათა შორის არ მახსოვს რომელი აი არ ვიცი ხა ცოტა თანოს პერიოდი მაგალითად შალვა რამიშვილს 202 როდის ქონდა 2004 მე მგონი 5-6 აი რა არა მე მგონი მანამდეც რევოლუციის შემდეგ ქონდა მეგრე მახსოვს არა ანუ მანამდეც რაღაცა იყო 105 რატო არა რევოლუციამდე რევოლუციამდე იყო ეხლა ისეთ ხმა მიდა იმიტომ კი არა რაღაცა თქვა ეხლა ანუ რაღაცა სტრატეგიას იუმორსაც აქვს სტრატეგია ანუ მიზანი ვისაც აი დიქტატორს ებრძვი ხო იუმორით ებრძვი ხო ამას ქონდა თავისი მიზანი ეხლა წარმოიდგინე შალვა რამიშვილს ან იგივე 105-ს რო გაეგრძელებინა იგივე სიტუაცია არა შეიძლება დღეს უფრო გემოვნებიანი ყოფილიყო იმას აჯობებდა რასაც აქვს ნათქვამი ეგეთი რაღაცა რომ დარდუბალა რომელიც მუშაობდა შევარდნაძის რეჟიმთან მიმართებაში ვეღარ მუშაობდა სააკაშვილის რეჟიმთან მიმართებაში იმიტომ რომ თვითონ ტიპი სააკაშვილი იყო იმდენად ცოტა აბსურდული რომ უფრო აბსურდულს რაღაცას რო გაკეთებდი გეგონა რომ ეგ აბსურდული იყო კიდევ უფრო კი ბატონო მიდიოდა და სხვათა შორის დარდუბალამ რაღაცა პერიოდი პოზიტიური განწყობა შექმნა შევარდნაძეზე თუნდაც ვიზუალური გამოსახულებით ანუ აი ყველაფერს თუ კარგად დაუკრდებით მაგრამ აი ის კითხვა რა ჩვენ დასვი როდესაც შენ იძულებული ხარ რომ იმაზე არაფერი თქო მეტი შიში კეზერაშვილზე ის კი რომ რამეს რა უნდა რაღაც მოფიქრებას რა უნდა ხო ბოლო ნუ მე მგონი ისევ ხა ისე უბრუნდები რაღაც ისე გამოდის რომ შალვარამიშვილი არის ყო აკრედიტაციის გარეშე რომ მიდის კეზერაშვილთან ცნობილი ვიდეოა და რო ეკითხება ძალიან არ ვიცი აი თუ რამე იუმორით ნათქვამი და ყველამ კარგად კეზერაშვილმა ამისის პასუხი იცის ბოლომდე მაგრამ მათ ესეც კი არ შეუძლიათ ეს არის იგივე შენ თავისუფლება აღარ აქვს შენ ვეღარ იტყვი რომ მე არტისტი და აი იორიკის თემა ის შუტნიკი როცა მასხარ რომ მიდის მეფესთან ამლეთში იქნება როცა მიდის ის თავისუფ ის ეუბნება ამას
ის ეუბნება ამას და იმან რას გაიგებს, ის იმისგან ინფორმაციას იღებს და აქ ეხლა ჩვენ ამასთან არა გვაქვს შეხება, ხო, კარგად იცი. ძალიან იუმორს ჭირდება საკმაოდ მაღალი დონის გემოვნება და ყველაზე მთავარი ჭირდება იუმორს, დროსთან მეგობრობა. აუცილებელია დროსთან იმეგობრო. როცა შენ იუმორისტულ ჟანრში ხარ, შეიძლება ვირტუოზი ხარ. აი როგორ ვთქვა, ნუ აი მეტი აი ჩარლი ჩაპლინის მაგალითი მოვიტანო. უნდა გესმოდეს შენ საზოგადოება. უნდა გესმოდეს საზოგადოება, დრო, ეპოქა, უნდა იცოდე ეპოქა. ვერან სხვანაირად აცდები, სხვანაირად სულ არ თქვას, თქვა ნუკრი შოშიაშუმა, თუ რა თქვას მერაბჭიქაშუმა, რა თქვას ვიღაცა თუ გინა მეტრება ამ კუთხით, ხო? გამორიცხულია, ჩანხარ, ეკრანი არის და თეატრი არის სრულიად აი როგორ რო ამბობენ, აბანოში გამოჩნდება. ყველამ კარგად იცის უკვე ხა ვანო, რა ქვია, ჯავახიშვილი. აი როგორ არისო ელიტასთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული, მათი შუტნიკი იყო, მათი მასხარა იყო. ეს ხო მათი იყო, აი ამას ვამბობ სწორედ. საქართველოში სამწუხაროდ ჩემმა პროფესიამ, ხო, თუნდაც ეხლა როგორ რასაც უყურებს, რაც ხედავთ, ასეა. ანუ მიიღო ხიბლი რომ მიიღო აი ხელისუფლება დაახლოებული იყოს და შემდეგ უკვე ავტომატურად გადადიხარ იმას მიყვები. მე პრობლემას ვერ ხედავ იმაში რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ხარ. მე არც არანაირს კი ბატონო. ხედავ სხვა რამეში. მე პრობლემას ხედავ იმაში რომ თვითონ აი კულტურა ზოგადად პოლიტიკური კულტურა არ იძლევა იმის საშუალებას რომ თუნდაც შენი მასხარისგან, შენი მსახიობისგან მიიღო რაღაცა შენიშვნა. კი ბატონო. რაღაცა სახით. აი შენ რუსეთი ახსენე ჩვენ წარმოიდგენაში ესე პუტინი რაღაცა ავტოკრატია, მაგრამ იქ მართლა კომედი კლუბს აქვს ისეთი სოციალური ჟანრის და პოლიტიკური ჟანრის იუმორი დაცინო, რაც პრინციპში პუტინის ხელისუფლებას დაცინეს და აშიშვლებს ფედერიკ ასპექტში, ხო? ჩვენთან სამწუხაროდ არის ესეთი მომენტი, აი ამით მინდა რომ დავასრულოთ და მე პოლიტიკაზე გადავიდეთ. უმბერტო ეკოს აქვს ვარდის სახელით ესეთი ნაწარმოები და იქ მოკლედ თავარი შინაარსი არის ის რომ არის მომაკვდავი სერიოზულობა. ის ადამიანი კლაუს არისტოტელეს ერთ-ერთი ნაწარმოებია, სადაც ეს კომედიურად არის განხილული ღმერთების ცხოვრება და რაღაცა ესეთი მომენტია. და ამ წიგნს ვინც ეხება, ყველას კლაუს ეს ადამიანი. და ბოლოს მთელ ბიბლიოთეკას გადაწვევს, ესე მთავრდება და საუბარი ის არა, ეხლა გამოსვლები რაც არის. ეს გამოსვლები ირონიას ებრძვის გარკვეულწილად. აი ეს ზიზღის დაფიქსირება სხვა ფორმა რო უკვე აღარ აქვს იმას კულტურა რო გაქრა ამის, ხო? დარჩა ცარიელი ზიზღი. და ირონია იმისთვისაა საჭირო, რომ ეს ზიზღი გარკვეულწილად იყოს რაღაც მოთავსებული, რაღაც ჩარჩოში. და ირონია იძლეოდა იმის საშუალებას ყოველთვის საუკუნეების განმავლობაში, რომ შენ საზოგადოების აი ეს უნდაბლესი რაღაცა ვნებები გაგენეიტრალებინა და ადამიანს ეთქვა ეგ სათქმელი. და ეხლა აი პრინციპში ხედავ შენს კი როგორ სიმღერებს ღერიან, როგორ იგინებიან და რატომ იგინებიან? იმიტომ იუმორის და ზოგადად ირონიის ინსტრუმენტები არ დარჩა საზოგადოებაში. გემოვნება ნოლზე დავიდა. უბსკუს ქვემოთ არიან. სწორედ ამის მერე აი რასაც შენ ეხლა ამბობ, აღარ მიკვირს და აღარ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ირონია, უკვე რაღაც ჩარჩოებს აცდა, ყველა მარაგი რო ამოწურეს, ამიტომ მივიღეთ ჩვენისაც მივიღეთ რომ დაანონსეს მაპატიეთ საქართველოს სტუმარ მასმედიის ქვეყანა. ხო არის ყველაფერს თავი დავნებოთ სუფრის გარეშე. დაიწყეს რა კამპანია, ოფიციალურად დაიწყეს ეგრეთ წოდებული, აი საჭმელში, რესტორანში ჩაფურთხების კამპანია. ეს ხო მათ დაიწყეს. არა და აი ეს ისინი ის მსახიობები ამას ხო მხარს უჭერენ. კი ბატონო. ამ ხო უჭერენ მხარს. არავის არ უთქვამს რომ კაი გაგიჟ დიდი ბიჭო რას ამბობ. არავის არ უთქვამს. ეხლა შეკითხვა. შენ ეხლა ბევრ მსახიობს იცნობ. რატომ ვერ გამოძებნის? მესმის რომ ადამიანს შეიძლება არ უყვარდეს ხელისუფლება, არ ემხრობოდეს მას რადიკალურად, მაგრამ რატომ ვერ გამოძებნეს იმ მსახიობებმა ის ფორმა, რომ ამ ირონიით გაეშუშლებინათ ხელისუფლება? მეტიც არც დააპირეს, აი მე მაგალითად ველოდებოდი რომ რაღაცა პერფორმანსი, გემოვნებიანი პერფორმანსი ქუჩაში ჩატარდებოდა. დაიხურა თეატრები, გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად, ვითამაშებდით თუნდაც ამას. აი რაღაცას ამას ვითამაშებდით. საკმაოდ ნიჭიერი მსახიობები არიან, რეჟისორებიც ნიჭიერი ყავთ, არ მინდა სახელები დავასახელო. კონკრეტულად ის თეატრი, რომელიც დიდი დოზითაა გაფიცული, საკმაოდ საინტერესოა და ჭკვიანი რეჟისორები ყავთ იქა და მსახიობებიც საკმაოდ ნიჭიერები არიან. მე ძალიან ბევრს ვიცნობ, ძალიან ბევრთან სცენაზეც ვითამაშია და ძალიან ბევრთან ერთად ვახმოვანებდი და ვახმოვანებ. მაგრამ სულ მეგონა, რომ რაღაცა ქუჩაში დადგავდნენ ამ სპექტაკლს. ანუ რაღაცა პერფორმანს, რაღაცა აი ვიზუალ, აი თუნდაც მოახდენდნენ, თუნდაც იმის ილუსტრირებას გამომხატველობით ფორმით ეკრებოდა და ამაზე ეკრებოდა საოცარია. იგივე ავიღოთ მაგალითი
სუხიშვილების ცეკვის. დარწმუნებული ვარ და კიდე მეგონა რატო ბევრი ხალხი არ მივიდა. სუხიშვილების გასტროლები მაგალითად ხა გერმანიაში ვიყავი და გერმანიაში ამოსულიყო საკმაოდ ძვირი ეს. თუნდაც იმიტომ რომ ენახა ვიღაცას ცეკვა, ბევრი მივიდოდა. ამაში ვერავის ვერ გაამტყუნებდი. თუნდაც იმიტომ რომ კარგი თეატრში პროტესტი თქვი, აი დაკეტილია თეატრი, მე მოვიდოდი ქუჩაში, ხო მაინც იქ არიან. სანახაობას ვნახავდი. სანახაობას კი ვერ დადგეს. თუნდაც მიმართული ამის წინააღმდეგ. რატო ესა ჩემი შეკითხვა? რატო? კიდე ერთხელ ვამბობ. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ მათ გემოვნება არ აქვს. მიზანი ეთყობა სხვა და არა ის რომ რეალური პროტესტი იყოს. იქნებ იმიტომ რომ გაქრა ეს იუმორის ფენომენი. შეიძლება. ნახე, არის ორი მომენტი. ერთი არის შეურაცხმის დროს ჩვენ დავცინოდეთ იმ ჩინოვნიკებს. დაცინვის კულტურა იყო. დაცინვას იუმორი ჭირდება. ეხლა არის შერცხვენის დარწხვენის კულტურა. დარწხვენის კულტურა ეს არის სხვა ფენომენი, ეს არა იუმორის ფენომენი. ამ მოძრაობამ დაცინვას მაგირვად დარწხვენა, შერცხვენა იყო. კი ბატონო. რაღაც მხილება, რაღაც აი სექტანტური ელემენტი წამოვიდა წინ. ხო და შეკითხვა მაქვს, ქართული ხალხი ყოველთვის იყო ცოტა არტისტული. აი რატომ აკლიათ მათ ეს არტისტიზმი ამ პროტესტებში? გასაგებია რომ ხორუმი დადგეს, სხვა რაღაცა იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკური გამოხატულება. დამაჯერებელი არტისტიზმი აკლიათ. დამაჯერებელი არტისტიზმია საუბარი. გადავხედო ძალიან ბევრ რევოლუციების რაც მოხდა, ხო? ბოლოს და ბოლოს შევარნაძის დროიდან მომსწრე ვართ, ხო? და უყურებდი ამ ყველაფერს რაღაც. აი ინდივიდუალურად გამოდიოდნენ, ვიღაცა კაი მთქმელი იყო, რაღაცა ნიჭა, აი უცებში რომ თან აი ამ ეპოქაში დღეს როა სოციალურ ამ ეპოქაში ამდენი ფლეშბეკები იდგმება და რაღაცა ძირითადად გადასული არიან უკვე ვიზუალურ სანახაობრივად, თორე მართლა რომ დადგან პრობლემა არის, ნიჭიერების პრობლემა, აი ვერ ვთქვი, არ ვიცი, გაჩერდნენ სადღაც, გაიყინენ, ან შეიძლება ის ვის შეკვეთასაც ასრულებენ. ხა არსებობს პარტიტურა, ხო არის რეჟისორის პარტიტურა, სცენარისტის პარტიტურა, რეჟისორის პარტიტურა და მსახიობის პარტიტურა. შენ გამორიცხულია, ცალკე მარტო ინდივიდუალურად ეხა ვერ გააკეთებ, ერთ მსახიობის თეატრს რო დაარქვა. შენ რო რაღაცა გამოხატავ, აი მაგალითად რომ მიგიწვიო, მე რომ იმიწვიო ტელევიზიაში, როგორ აი ხო უყურებ თან პროტესტს აფიქსირებს მსახიობი. დაცლილია არგუმენტებისგან. დასცინის მსახიობი, დასრილია იმისგან რაც შენ თქვი, არ არსებობს. გადადის დაცინვაზე რაღაცა აი სიცხვილის კორიდორების შექმნაზე. დაცლი ეფექტი არ აქვს. საზოგადოება არ ყვება, იმიტომ რომ შენი აღარ ჯერა. ხვდები? აი არ ვიცი როგორ მე მინდა ეს მაგალითი თქვა, რადგან არტისტია ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ ეს კითხვა შეიძლება გაგიშდეს, რომ ნოდარ მგალობლიშვილი. ეს კაცი მე მას ბოლოს პერიოდში თან მომიწია მეგობრობა მასთან. ნოდარ მგალობლიშვილი იყო კაცი, რომელმაც უარი თქვა ღირსების ორდენზე. მას მიცა ჯერ კიდე შევარნაძემ, მერე სააკაშვილმა და მან უარი თქვა. ნოდარ მგალობლიშვილი უნიჭიერესი მსახიობი. მთელი სკოლა იყო. მე მაქვს ბედნიერება ნანახი მაქვს თუნდაც მის მარად ქმარში როგორ თამაშობს. ნუ აღარ ვამბობ საზოგადოება მიცის. ნოდარ მგალობლიშვილი პრინციპული კაცი იყო. ნოდარ მგალობლიშვილმა ამით იმიტომ კი არა რომ მას პირადად მის დამოკიდებული, იმიტომ რომ მიშას მიმართ მას საკუთარ ჯანსაღი კრიტიკა ქონდა, მაგრამ გახსოვს რამე ნოდარ მგალობლიშვილი თეატრში არ ეთამაშოს მიშას პერიოდში. ის თავის საქმის პასუხისმგებელი იყო თავის პროფესიასთან, თაობასთან და ნოდარ მგალობლიშვილის ნებისმიერ გამოსვლა კრიტიკულიც კი ეს იყო გაჯერებული არგუმენტებით, გემოვნებით, სწორი იყო, ზუსტი იყო იმ დროსთან. ამიტომ ვამბობ, დღეს ჩვენ შეიძლება ვხედავთ ინდივიდუალურად ნიჭიერ ადამიანს, მაგრამ საერთო მიზანი რო არის და აი როცა რაღაცა იდგმება, იმიტომ ვერ დგავენ, ან იმიტომ არ დგავენ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი იარაღია, თან თუ ვამბობთ რომ აქ საკმაოდ ახალგაზრდების ეს გუნდი ყავს. ძალიან დიდი იარაღია თუ სწორად ჩამოაყალიბებ. აი რაიმე პერფორმანსი, აი მართლა რომ პრობლემასთან და პროტესტის მართლა სწორ გამოხატვაში. ანუ ძალიან ბევრი მახსენდება. ძალიან ბევრი მაგალითი მახსენდება, მაგრამ აქ მივდივართ ისევ იქ, ხო? აი ჩვენ თითქოს და აი უყურებ კაცს რომ მე ხო პირადადაც ვიცნობ. მე პირადად მაქვს მოსმენილი ძალიან ბევრი იმ არტისტის, აი მართლა რაღაც არ მოწონს და მე სხვა გაკრიტიკებული მართალია. არ შეიძლება მსახიობს ამდენი ქონეს ხელფასი. ზერ არის ერთ იმას ვიტყვი, აი მაგალითად. მაგრამ იქ რომ მიდიან ბოდიში რატო? იქ რომ მიდიან
თითქოს იმ სცენაზე თითქოს რაღაცა ჯერ სხვა უთხეს მთავარი რომ ვიღაცა დაპიარდეს და ეს თავის სათქმასაც ვერ ამბობს. ანუ შენ ეხლა საბოლოოდ რასაც ამბობ ის არის რომ ამ აქციების რეჟისორს არ აქვს იუმორი და მაგიტომაც რეჟისორს გემოვნება დროსთან ან გამოხატვის ფორმა რაც აქვს ის არ გამოდის, იმიტომ რომ მით უმეტეს დღევანდელ სოციალურ ეხლა რაც ხდება, ხო? არ ვიცი, რატო ვერ უნდა მიაწოდოს სწორად, რატო არ ჯერა უმეტესილად იქ რომ შეხო გაკურთეთობენ ახალგაზრდებთან. თუნდაც მის დადის. უმეტესილად უკვე აღარ ჯერათ. მე ალბათ გახსოვს შენ შეონაძის დროს იყო ესეთი სიტყვა სტაბილურობა და შალონ რამიშვილმა და სხვებმას კი ბატონო. აქციას ეგ რაღაც სააცილო მომენტად. ის ვიდეოც მახსოვს ხათაშს. რატომ არ გამიგია ოპოზიციის ხარდაჭერებისგან რომ ან ირაკლი ყობახიძეს ან რომელიღაცა ისეთი ადამიანის სიტყვები ან გამონათქვები ქცეული იყოს რაღაც ეგეც სააცილო რაღაც არტად რა ვიცი ან დაეწყოთ ამის გაშარჟება ან დაეწყოთ ამის კრიტიკა იცი რა არის ის რომ ეხლა ვიღაცები ყობახიძეს აგინებენ თუ ვიღაც გინება ხო შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა ემოციის ნაწილი არის რა თქმა უნდა ეს მაგრამ რატომ აგინებს არ ჩანს საერთოდ ამ პროცესში რატომ აგინებს ეს ხო ანუ რატომ არ ხდება ის რომ თვითონ სიტყვები არ ხდება ის მოკლედ ფრაზები რო იყო ესეთი რაღაც ფრაზები რომელსაც ჩვენ დავცინოდით ხელისუფლებას კი ბატონო თუნდაც შეცდომების დაჭერა იმ მათ ნათქვამებში შეცდომების ამოკრეფა შეცდომების ამოკრეფა რატომ არ ხდება იმიტომ არ ხდება რომ მათ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს რომ იყოს სწორად დაგეგმილი გულწრფელი PR კამპანია ეს რომ იყოს იმ აი მაგალითად ვინც ამას უნდა აკეთებდეს ვიღაცა მხოლოდ შეუკეთოს და უთხრას როგორ იწერება სცენარი ხო როგორ გემოვნებიანი საქმე რამეს უცა ვაკეთებ გემოვნებიანად იქნება რაღაცა ჯგუფები იმიტომ არ ხდება რომ არ აინტერესებთ მათი მთავარი მიზანი სხვა არის მათ იციან რომ ესენი უნდა აი რუსული მთავრობაა ესენი არ უნდა იყვნენ და ამ ეხა კიდე ყველაზე მაგარი არტისტებთან დაკავშირებით მე არ მინდა არც ვიტყვი სახეს დაგვარეს მაგრამ აი მაგალითად ანტირუსები არიან ხო საშინელი ანტირუსები არიან იმ მსახიობებში ვინც არის საშინელი ანტირუსი იყო პერიოდი რომ ერთი სული ქონათ რუსული კასტი ჩამოსულიყო და რაიმე გადაეხოთ და რატო ნუკრე მე ამას ვამბობ ჩემ თავზე მე 5 წუთიან 1 წუთიანში ნათამაშებ ეპიზოდში სადაც რუსული კასტი იყო რუსული პროდიუსინგი რუსული იყო და რუსები იღებდნენ მე იქ ვგზნობდი ჩემი თავი აი როგორც კი სკამი საქართველოს რეალობაში ესეთი რამე მე არ მქონია ვიცი რომ სხვებსაც არ ქონიათ ეხლა შეიძლება ერთწუთიან როლზე რომ მეთამაშა ანაზღაურებას არ ვამბობ საოცარი ანაზღაურება ადეკვატური რასაც მუშაობ სკამზე ეწერა ჩემი სახელი და გვარი და მოპყრობა ქართველი არტისტის მიმართ მე ვერ გეტყვი როგორ ეს მსახიობები ეხლა რომ ანტირუსები არიან ზედახორა იყო ხანდახან იყო რომ ოღონდ რუსული კასტია მოხდება რომ თავარი რა იყო მე არაფერი არ მოთქმა უნდა გიხაროდეს კი არა უნდა არტისტი ხარ მე მინდა დავკავდე ეხლა ამორალურში და რა თქმა უნდა მე მინდა დავკავდე მე ვარ არტისტი ჩემი პროფესია ეს არის მე მინდა ამით ორი ლუკმაპური იქნებოდა მე ამით შოუ მე სიამოვნებს და ერთ დროს რუსულ კასტებზე მე რომ ახსენდებ ეგ რა ხალხი დგას და აკრიტიკებს ხვეწნა იყო მე რა თუ რამე იქნება რუსული არ გამომაპარობა და არ მინდა სახელი და გვარი თქვა მათ შორის ეხლა ზოგიერთები წამოვიდნენ რა ქვია ტელევიზიებიდან და მიატოვეს ტელევიზია იმიტომ რომ აუ ესენი თუ მე რუსულ საქმეს აკეთებენ დიდი ბოდიში რა გადავხედოთ ზოგიერთის ბიოგრაფიას ყველაზე მაგარი როლები ყველაზე დიდ პროექტებს სად აქვს ნათამაშები რაღაცა ის რა არის კიდე მოდი რა ყველაზე ისე თქვა გულწრფელი კაცი უნდა იყო რა შენ როცა არტისტი ხარ საზოგადოება გიყურებს ისეთ პრიზმაში სადაც აი მით უმეტეს უცად თეატრში მოდიან ხელის გულზე ხარ და მე კიდე საქართველოს რეალობა ჩვენ კარგად ვიცით ვინ ვისთან მეგობრობს და ვინ ვისთან ახლოს არის ეს პრობლემა არის გულწრფელობა არტისტ პირველი ჭირდება გულწრფელობა ჯერ კიდე დოსტოევსკიც ამბობდა ამას ილია ჭავჭავაძეც ამბობდა რომ ბავშვებივით გულწრფელი უნდა იყო და ამათ ეს პრობლემა ექნებათ ნუკრე იმიტომ რომ გემოვნება ამათ არ აინტერესებს შეხე ძალიან საინტერესო საკითხს ეს არის გარკვეულწილად რაღაცნაირი პატრიოტიზმი რომელიც ნათამაშები პატრიოტიზმი ამას უწოდებს ხშირად ნათამაშები პატრიოტიზმი
შენ ახლა მსახიობი ხარ, იცი, რასაც ასწავლიან ჩვენთან. რას ნიშნავს ზოგადად ეგ ნათამაშები პატრიოტიზმი? ეს და რა პრობლემებს იწვევს? მოდი ამაზე გავამახვილოთ. პრობლემა პირველ რიგში ის არის, რომ ყოველთვის რატომ გადადის ეს პატრიოტიზმი რაღაც ემოციურ რაღაც ელემენტს რატომ იძებს, არტისტულ ელემენტს რატომ იძებს ყოველთვის საქართველოში? ხო აკვირდები, რომ პატრიოტიზმი ხშირ შემთხვევაში საქართველოში არტისტულ ელემენტს იძებს. რატომ ხდება ეს? რატომ არ არის მაგალითად აი შენც გაქვს ვიცი შენ ოთახში იმ ადამიანის სურათი საუბრობ მე რა მამაჩვენს. ხო რომელიც არ იყო ეხ მაინც და მაინც ალბათ არტისტული არ იყო მაინც და მაინც ხო? მაგრამ ადამიანებმა ვერ მიიღეს ის როგორც რაღაცა ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ხო? რატომ არის აი ესეთი მომენტი? რა ხდება? აი აქვთ ნასწავლი შენთვის რომ ამ დროს რაღაცა ხდება ადამიანის ემოციებში და როგორ უნდა მართო ეს ემოციები თუ ეგ უბრალოდ ესე ბუნებრივად ხდება ხოლმე. იცით, აი მე მაინც მგონია რომ თან მით უმეტეს ეხარაზეს ვლაპარაკობ ჩვენ ეს ყალბი პატრიოტიზმი და ეს მე უკვე ძალიან ისე გადავდივართ, ამიტომ ხალხი არ მოდი არტისტული დავარქვა. კი ბატონო, არტისტული, ზედმეტად გადაჭარბებული, ანუ აი ძალიან დაუჯერებლად რომ უკვე აღარ გჯერა ისეთი პატრიოტი როა. მე მაინც მგონია რომ აქ კიდე მივდივართ უკვე იცი რაღაცა ინდივიდუალური რაღაც შინაგანი ისიც ხო არსებობს არა? ვის როგორი შინაგანი სამყარო აქვს, ვის როგორი შეიძლება ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ აი რაღაცა გამომხატველობის დროს რაღაცა ის ქონდეს, ანუ რაღაცა უხეშად ჭუჭყი ქონდეს. ეს მსახიობის სასცენო ხელოვნებაშია მაგალითად მსახიობის ოსტატობაში. თეატრი იტანს რაღაცა გადაჭარბებული იმას, ხო? რაღაც მაგრამ სხვადასხვა თეატრის ელემენტი ჩანს. თეატრის ელემენტია ეგ. ეგ არის თეატრის ელემენტი. კინო ამას ვერ იტანს, კამერა ამას ვერ იტანს. კამერაში რა რაღაც ითამაშო, გამორიცხულია, ვერ იტანს. ზომიერება უნდა კამერას. სამაქცევზე ხო გძნობ რომ კი ბატონო, გადაჭარბებული თეატრალური და გამოსაღები. აი თუნდაც რომ არტისტი გამოდის, რომელიც აპროტესტებს, კი ბატონო, ამბობს რუსული რეჟიმია, მაგრამ ყვება თავის ისტორიას ისეც რომ ეხა აი იცი რა არის? ეხლა იმ მომენტში შენ ну რაღაცა შემზარავი ისტორიები რაღაც ყვები და ამით თავის თავს ანუ თვითონ არ ჯენა რასაც არ ჯერას საკეთებს და თავის თავსაც ხო აჯერებს და ჩვენს გვაჯერებს ამით ანუ თვითონ არ ჯერა მე ვერ ხედავ გუწრფელობას კიდე ერთხელ ვამბობ შეიძლება ნიჭიერი კაცი იყო მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში რომ გეუნებე რომ ეს გააკეთე ეხლა ესეა საჭირო არ გჯერა ამის გაკეთებას იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ ანტირუსები არიან რო კითხო მაგრამ არამ აი ეხლა როგორ თითოეულამ თქვას რომ რაღაცა თქვა რუსულ პროექტში არ მიღოს სამწუხაროდ ეხლა იქაც აღარა სხვა კოვიდის მერე ეს საერთოდ ზოგადად ეს ბიზნესი და ზოგადად ეს თემა ის ხო მაგრამ მე ვიცი აი მეორე მაგალითს ავიღებ ისევ ის ნიშა ისევ ის ხალხი თუნდაც ჩემი მეგობრები მაგალითად რომლებიც იქ აქციაზე არიან და ანტირუსები არიან რომლებსაც აქვს ბიზნესი სახლების გაქირავების პირად საუბრებში მეხვეწებიან რომ თუ რუსებთან ამით მიხვეწები რა რუს მივაქირავებ რა ვეუბნები მომისმინეთ იცამთ შენ მე ცოცხლად შენი მეგობარი ახლობელი კაცი საკუთარ Facebook-ზე იმიტომ რომ პუტინს მადლობა უთხარ იმის გამო რომ ჩვენი თხოვნა და აკმა ყოფილა მე და ჩემი შვილი და საერთოდ დედაბუდიანად ანუ რაც კი რამე იყო და მე იმის გამო რუსებდა შენ მე ანუ ცალკე პირად საუბრებში მეუბნები რომ კი რა რუსი მიჭა რატო არ გინდა ირანელი არა მაგას არ შევიყო სახში რატო არ გინდა თქვა არაბი არა მაგას ხვდები რა ანუ რასთან გვაქვს საქმე ხვდები ეს არის ჩემი პასუხი კი თამაშია ზედმეტი თამაშია და თეატრის ელემენტები იმიტომ გადმოდის რომ აი ეს რაღაცა ის და იმიტომ რომ აი არ ვიჯერებ არ ჯერა მასაც არ ჯერა მას არ ჯერა რატო არ ჯერა იმიტომ რომ საღამოს მე რო დამირეკავ და მეტყვი რომ მე რამე შანსი არის ამი ხო არ არის რუსული რამე ეს აი საბსოლუტურად ბუნებრივია ეს მე არ ვამბობ რომ ეს არ უნდა იყოს ნუკრი არ არსებობს ჩვენი პროფესია არის არ არსებობს მე ხო არ ვამბობ სხვა რამე გააკეთებ პატარა ბაზარი გვაქვს არა გვაქვს დიდი სამწუხაროდ საქართველოს მაგრამ შენ რო გამოდიხარ და მე მეუნები რა იცი რა ეხა არ მინდა კიდევ თქვა რა იმიტომ რომ მაინც ჩემი პროფესიის არა და იმიტომ კი რომ არ ვიმეტებ წესით სიმართლე უნდა თქვა ბოლომდე მე კიდევ არ გადავდივარ რაღაც ხორს იმიტომ რომ ვიცი ჩვენ როგორ აი თეატრი რაც იყო თეატრალური რაც იყო მაგრამ მე საერთოდ მინდა რომ ეს დაპირისპირება არ იყოს როგორც კი გადმოდის ეს დაპირისპირება სიყალბეა გესმის იმიტომ არის ეს
აი პატრიოტიზმი რაღაცა გადმოდი, რაც უფრო მე დაიყვირებ ამასე იტყვირა. მე მინდა სხვა რაღაცაზე დაგვრჩეს დრო. კი ბატონო. მოდი ორ ფიგურაზე, პირველი სააკაშვილიზე დავიწყებ საუბარს. შენ ბევრ ეთერში გაქვს შენი პირადი ისტორია. ნათქვამი მერაბი არის უკვე არა დიდი ხანი ოფიციალურად პოლიტპატიმარი იყო. ევროპა და სტრასბურგის აღიარებული გამართლებული. მაგრამ მოდი ამ კუთხით არ შევეხოთ, სხვა კუთხით. შენ მეტნაკლებად გქონდა შეხება სააკაშვილთან, მის გარემოცვასთან. აი როგორ მსახიობი? კაი მსახიობი არის სააკაშვილი? სხვათა შორის კი, არტისტიზმის ის აქ მსახიობის. ხო ვიცით სადაც დადიოდა? კი ბატონო. კი, ეს დადიოდა სამსახიობო წყალების პედაგოგებთან დადიოდა. აქ შესწავლილი ეგ. კი ბატონო, მაგრამ სააკაშვილს როგორც ყოველთვის რაღაცა პერიოდში მე სხვა შორის სააკაშვილს პირველი სადაც ვნახე აც გარდაცვლილი ჩემი მეგობარი ჟანი კალანდაძე, რომელიც მაშინ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ну ჟანის უმეუნებოდა რომ მე თავიდანვე ვიყავი სხვა შორის თითქოს რაღაცა სხვა ბანაკში ესე გამოდიოდა მაშინ იყო ახალი მემარჯვენეები ესეთ პარტია და ახალგაზრდა მოძრაობაში ვიყავი მაშინ აი ლევან გაჩიჩილაძე დათო გამყრელიძე და აი 2003 წლის რევოლუციის არჩევნები რომ მოხდა სანამ მოხდებოდაც მანამდე ეს კაცი ვნახე პირადად ვნახე ჩობა სუფრაზე როგორ სუფრაზე ვისხედით ну რაღაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო ასე შემდეგ და მას დავაკვირდი რაღაც საქციელში. მას გადამეტებული ენერგია აქვს, ქონდა მაშინვე. საკმაოდ ადვილად ვარდებოდა განსაკუთრებით ახალგაზრდების იმაში, რომ აი რაღაცა ის. ერთი სხვა შორის რაც ქონდა მას და ეს სიმართლე უნდა ვთქვათ, არ უნდა დაუკარგოთ. მან ყველა იმ ახალგაზრდას მასთან ბრძოლა და გვერდზე დგომა ერთგულად ყოველს დაუფასა. ეს მისი პლუსი იყო სხვათა შორის, ეს არ შეიძლება რომ ისე ვთქვა. ხო, ჩანს კიდევაც. აი, ნუ რადგან ესეა, მე მინდა ვთქვა და სხვა შორის შენ გადაცემაში ვიტყვი პირველად ალბათ. აი, მაგალითად ავიღოთ. დღეს ვინც პრინციპულად ბოლომდე ნაციონალ მოძრაობის წევრია. მე იმას გაცილებით უფრო დიდ პატივს ვცემ. ვიდრე მაგალითად გუბას სანიკიძეს და ძიძიგურს და რასაც უყურებ ბიძინა ივანიშვილი. მართლა აი ხა დათო კირკიდაძე იმიტომ არა რომ ვიცრომდა რა. აი ჩემთვის, აი ეს მოცემულობა. პრინციპულად ბოლომდე ერთგული კაცი, ნაციონალურ მოძრაობის წევრი ბოლომდე უფრო დასაფასებელია, ვიდრე აქეთ რომ მოვიხედოთ და რაც ხდება, ხო? რაც ახლა აი ხანდახან მგონია ხოლმე რომ ბიძინევანიშვილის ფსიქიკა წარმოიდგინე, ალბათ არ უყურებს, თორე ხა რომ უყურებს, რომ ეს ხალხი აკრიტიკებს და თარა სიტყვებით აკრიტიკებენ. მაგრამ რატო ვამბობ ამას? მიშა სააკაშვილში არ ვიცი ეს არტისტულია თუ ეს ენერგეტიკა ეს თავდა რომ მოდიოდა, ანუ ეს იყო, კი ბატონო, მაგრამ როგორც კი მიშა სააკაშვილი უკან დასახევი არ ქონდა. იმიტომ რომ იქ მე ჩაერთო რაღაცა სხვადასხვა ელემენტები, იქ ხა ჩაერთო არ ვიცი მე ხა არავის არ უნახავ შეიძლება, მაგრამ ხო ფაქტია რა ხა იმდენად აგონიაში იყო მისული კაცი რომ ისეთი თრობის ქვეშ იყო რომ მარტო ის მაგალითი რომ პატრიარქის გამში ჯდება და საერთოდ რასრაში იდებს და მის ეს დამოკიდებულება და ალბათ როგორი იქნებოდა პირად საუბრებში ხო წარმოგიდგენია რა თქმა უნდა ეს კაცი სადღაც რაღაცა მომენტში ამ არტისტულ იმით ფონს გავიდა. თუნდაც გავიდა ფონს რომ რაღაცა მოაწონა ან და რაღაც თავის ელექტორატის შექმნა თუნდაც ფანატიკოსები გაიჩინა. ეს არის მის დამსახურება შეიძლება აი კამერა და სააკაშვილი. კი ბატონო. შენ როგორც მსახიობს ისე გეკითხები. ხომ მუშაობდა ადამიანი კამერაზე აშკარად. არ შეიძლება ჟარგონი ხო არ მაზავდა სიტუაცია სადაც იყო. და აი ოცნების პოლიტიკოსები რო ავიღოთ. ხო აკლიათ არტისტიზმი. აკლიათ და მეტის, რაც უფრო მეტი იქნებიან ისიც, მარტო ეს კი ანიშნავს რომ აკლიათ, ეს აუცილებელია. რატო ვამბობ? ისევ თავისივე ამომრჩევლისთვის და მით უმეტეს ერთგული ამომრჩევლისთვის, ხო? რომ დაუბრუნდეთ ერთგულების მე. იქ ძალიან აუცილებელია რომ სწორად იყო. სხვათა შორის ამ ბოლო დროს ახლა კობახიძეს, კონკრეტულად კობახიძის იმაში ეს იზრობა რომ უკვე დაიწყეს ამაზე ბოლომდე ადრე თუ რაღაცებს არ უყურებდნენ არ თuliდნენ საჭიროდ, ეხლა თuliიან საჭიროდ, მაგრამ ეს აკლია, უცნებას რა თქმა უნდა აკლია და 2012 წლიდან რომ არ დაიწყეს ამის სწორად გამოყენება ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ეხლა თუ იმასთან აქ პიერზე არა პიერი საკითხია. მე სხვა რამე კამერასთან მუშაობა. კამერასთან მუშაობა. და ერთი შეკითხვა. შენ ავის გასავლეს თუ ინსტინქტურად ხვდები. აი ეს არტისტიზმის ხო შეუულია ექსტაზში შეყვანა ხალხის. რა თქმა უნდა.
და საზოგადოება ეს ხომ არა მიზეზი, რომ საზოგადოებას უცნებისგან აკლია აი ეს ექსტაზი. პოლიტიკური ექსტაზი. აი სამსახიობო ექსტაზი აკლია და ეს იწვევს გარკვეულწილად ის ნოსტალგიას იმ ექსტაზის, რასაც აქამდე იღებდნენ. იცი რა მახსენდება აი მასების მართვის თემა ყოველთვის არის. კი, ექსტაზი აგდებს და ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ იმ საზოგადოებაში იქ აქციაზე ვინ ადგას, პროფესორი იდგება თუ ისტორიკოსი თუ ჩვეულებრივი ნაწარმოადგენელი, მნიშვნელობა აღარ აქვს, იმდენად უკვე მონუსხული ამ იმით და ამის ახლა მილიონი მაგალითი არსებობს, მხედართმთავრების და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ნუ სიტყვას შეიძლება ბრძოლის ბედი გადაეწყვიტა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, გადაეწყვიტა და ეხა ვიცით ხო ეს იგივე თქვათ ამას იგივე თქვათ ზვიადის და მაშინდელი დაწყებული ეს გამოსვლებსაც თავის ეფექტი ქონა, მერე თქვათ სააკაშვილის გამოსვლების ეფექტი ქონდა, ამას რაღაცა ადრენალინის ამ მართვას ხო, ყოველთვის აქვს. თუმცა ზომიერება არის ყველაფერში გენიალური რამ. აი სააკაშვილის პრობლემა რა თქმა უნდა მერე იყო, იმიტომ რომ ის უკან ვეღარ დაიხევდა, იმიტომ რომ ის უკვე ჩაუდგა კამპანიას და ის დიქტატორი ფაქტიურად, არ ვიცი ხა მე გარემოცვამ გახდა თვითონ გახდა. ეს კაცი უკვე თავიდან ბოლომდე გახდა და ზედმეტიც ჰქონდა ბოლოს. ეხა არტისტობა ისიც რასაც სასამართლო იქიდან აკეთებს. სუბთა წყლის არტისტობა. სუბთა წყლის არტისტობა, ხა რამდენად უკვე ვინმე ჯერმა, სუბთა წყლის არტისტობა, რასაც ის აკეთებს სასამართლოდან რო ერთობა პროცესებზე. მან ზუსტად იცის, რომ ეხლა თუ მას რამე შეუძლია იქ, რომ მოხვედებს კიდევაც. ჩვენ ვიცით, ხომ იცი ყველა გამოსვლის მერე, გინ პარტიაში რა ხდება მასა შიგნით და გინ მე რეაქციაზე მისულები, რომ მირბიან ხოლმე, მაგა წარმოგიდგინე ხა, მე ვერ ვხსნი ფენომენს. დღეს რო იქ კაცი დგას და ხუთი ქალი რო დგანან და ერთი კაცი რო დგას თავისუფლების მოედანზე, იმაზე პარლამენტის წინ სააკაშვილის დიდი იმით რა ქვია, ბანერით ზამთარ ზაფხულ რო დგანა. ეს იმის დამსახურებაც არის. ესე ფსიქოლოგია მაინტერესებს, აი შეგითამაშია სხვას როლი. და ქონია თუ არა ესეთი განცდა, ან ესეთი მდგომარეობა, აი დაგიპყრია მაყურებელი, სარკეში ჩაგიხედია და აი თავი წარმოგედგინა რაღაც ღმერთ კაცად. ნუ ისე არტისტის პროფესიაში ეს არის თვითდაჯერება. ანუ როლში შესვლა, ეს აუცილებელია. მე ხა ვერ ვიტყვი ხა ჩემ თავზე რო დავიწყო ლაპარაკი, მაგრამ მე ჩემ თავზე შემიმჩნევია რომ რაღაცა როლში შედიხარ და მართლა გუწრფელი ხარ, გააჩინე ხარ როლსას და მე მინახავს სცენაზე არტისტები, გენიალური არტისტები, როგორი იყო ეს თვითდაჯერების ის. ეს აუცილებელია. ქონია თუ სხვასთან დაკავშირებით, მაგალითად სხვა მე როგორ იქცევა რეალურ ცხოვრებაში იმ მომენტიდან როგორ არის? იმ მომენტიდან ცოტა ისეთი თემა, აი მე მაგალითად სხვა შორის ჩემ თავზე მინდა გითხრა, შესანიშნავი ნაწარმოები პიესა მარსელ კარნეს მატყუარები. სხვა შორის ეს წიგნად არის და შემდეგ სცენარი გაკეთა, სანდრო მრევლიშვილმა გააკეთა, დადგა და მან თამაშობდი ალენს, ერთ-ერთ თავარ გმირს. აი არ ვიცი ხა, არ ვიცი რამდენად ეს მას საზოგადოებამ შეაფასოს და ვისაც ახსოვს მაშინ და საკმაოდ დიდი ასლაგები იყო ამ სპექტაკლზე. სხვა შორის ჩვენ სტუდენტები ვიყავით, რომ მივედით სადიპლომო დადგა მაშინ სანდრო მრევლიშვილმა, აი მე მწონებული კოტეთოლ რდავალე ვან ყოჩიაშვილი, აი სხვა შორის ძალიან კარგი თაობა, ხო მთელი ჩვენი ჯგუფი ნატო გაგნიძე, ძალიან ბევრი სხვა შორის და მე იმდენად ეს ალენის რაღაცები გამომყვა. კაიხანი გამომყვა სხვათა შორის. და ერთიც მინდა გითხრა. რაღაც აი ხიბლი რომ გარეთ რომ ცნობდნენ და ალენით აი რომ მეუნებოდნენ იმ ალენის გმირიდან რომ მეუნებდნენ რაღაცებს ეს საკმაოდ სიამოვნებდა და ხა მე წარმომიდგენია პრეზიდენტებსა და ესე იგი როგორ ხიბში ვარ ანუ უნდა კონდეს აუცილებლად რაღაც გამოსვლის რაღაცა უკან დაბრუნების ისიც უნდა კონდეს თორე არტისტი ამ პროფესიის ამის გარეშე ანუ თეატრში განსაკუთრებით დროს ხა როლში შესვლა ეს ძალიან ცნობილი რაღაცაა და ხა ვიცით რომ იგივე კინოს შემთხვევაში მაგრამ თეატრის შემთხვევაში კი აქ ეს ხიბლი, მაგრამ სხვა ადამიანი ეხა იმას რო თამაშობს და საკმაოდ დაჯერებული როა და მე ცოტა რო გადმოდის, ეს ამის მომსწრეც ვარ. გადავაბათ ეხლა ეს და ბოლოსკენ მივდივართ მაინც. ზელენსკი. ეხლა რთული ამას შეიძლება შენთვის შიგნით არ ახარ და არ იცი შიგნით უშუალოდ შიგნით რა ხდება ის კულისებს მიიღმა ესე რო ვთქვა, ხო? მაგრამ შენ ეს როლშია შესული და რა შეჩანს ეს როლშია შესული? ზელენსკის ფენომენი, ზელენსკის ეხა სხვა გზას აღარ აქვს. ძალიანაც რომ უნდადეს როლიდან გამოსვლა და საერთოდ სიტუაციიდან გამოსვლა. პოლიტიკური ანალიზი. კი, როლში არის შესული. სხვა შორის ზელენსკი მიდერ გახდებოდა მანამდე იცით ხალხის სლუგა ნაროდა, რომლის სერიალი ხალხის მსახური ითამაშა და მე ალბათ ვფიქრობ რომ პიარშიკებმაც და იმ დიდმა პოლიტიკოსებმაც სწორედ ეს დაინახეს რომ ზელენსკისგან საზოგადოებაში უკვე იყო მომწიფებული, ისიც იმდენად იყო როლში შესული რომ
ამიტომაც ჰქონდათ ის მიღწევა. ზელენსკი ალბათ ჩემი გადმოსა არის კი შესული როლში. ზელენსკი საკმაოდ ნიჭიერი მსახიობია, სხვანაირად ვერ შეძლებდა რომ თქვა რაღაცა გარდა იმისა რომ იმ პერიოდში მისი ნიჭიერი მსახიობი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ როლის შექმნა, არამედ მან ის როლიც კარგად შეასრულა. ნახე ვერაფერთ ის რეკითხვა. არის ორი ჟანრი, ხო? არის შეიძლება ერთი იყოს ჰეროიკული ჟანრი და მეორე იყოს მასხარა. აი, როდესაც მასხარას როლის მსახიობი ხდება ჰეროიკული მაშინ. აი, ხო რთული წარმოსადგენია ჩარლი ჩაპლინი, გამოსული მაგალითად მამაც გულში, ხო? რთული წარმოსადგენია, ხო? მაგრამ ჩვენ აქ მივიღეთ რაღაცა მაგრამ ზელენსკის კომპლექსი დაყვებასო. ზელენსკის კომპლექსი თუ დაყვება. რომ ძალიან ძნელია ისე თან ახლა ომში, ხო რაც არ უნდა იყოს ომში და იმიტომაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება თვითონ, მაგრამ იმიტომაც მისთვის ეს გარდასახვა და თან ესეთი ჟანრის არტისტი ახლა რეალურად არის დიდ ბატალიებში, ეს მისი კომპლექსიც არის სხვათა შორის. მას მე სხვათა შორის მსუ მახსენდება აი არტისტულად არ ვიცი, ახლა არ მინდა ისე ვინმე ხარ ფიქრობს რომ აუ პუტინს რამესო, მაგრამ გახსოვს პირველი შეხვედრა, სადაც პუტინი ფსიქოლოგიურ მომენტზე სარკოზი საფრანგეთში რო იყო შეხვედრა, სანამ კონფლიქტი დაიწყებოდა, პუტინი, ზელენსკი, სარკოზი და ვიღაცა იწყდნენ კიდე. ფსიქოლოგიური მომენტი, მათ ნახე, როგორ თავისუფლა, ანუ როგორ იქცევა პუტინის შეხვედრაზე და როგორ იქცევა არტისტი ზელენსკი. მინიმუმ ის მაინც უნდა უნდა რომ არ გამოავლინოს ის რომ ის ახლა ისია. აქაც კი დაჯაბნა სხვა შორის პუტინმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზელენსკის რა პრობლემაც აქვს, რასაც შენაბობ ჰეროიკი ანუ მასხარადან და მასხარა იყო ხო ანუ მისი და საკმაოდ წარმატებული მასხარა იყო ხო როგორი კავეინის ჟანრიდან გადმოვიდეს რომ ხელისუფალი ხდება და მე კიდე ძალიან დიდ კონფლიქტში იყოს და მთელი მსოფლიო შუტნიკი გახდეს ოღონ ჰეროიკს თხოვენ მას ხო ეხა თხოვენ რომ შენი შუტნიკი აღარ ახარ ჰეროიკი ხარ ამას თხოვენ ხო მას ხშირად უწევს სხვათა შორის გულწრფელად უწევს ეს სრელებამდე მისული ის რომ რასაკი თუ დაგვეხმარე მისი მდგომარეობა მძიმეა ახლა. რამდენად ამას ეხება მისი ნიჭი რომ გამოზროს ამ არ ვიცი, მაგრამ მისი მდგომარეობა ძირა, მან ვერ ითამაშა. გამორიცხულია ეს ითამაშა უკვე რომ შენ ჰეროიკი გახდეთ ახლა. მოდი უკრაინის მოსახლეობიდან ავიღოთ. ერთ დროს გმირი პრეზიდენტი, დღეს ანტიგმირია. დღეს ანტიგმირია, ეს ტრაგი პერსონაჟი, ეს ტრაგიკული პერსონაჟი გახდება. ეს მეგონი ჟანრის კლასიკაა, გმირი ანტიგმირის გადასვლა, მაგრამ მას აი ახლა ჰეროიზმი ეს რაღაც სერიოზულობა ჭირდება. სერიოზულობა ჭირდება და დამაჯერებლობა იმის რომ შენ ხა აი მართლა რაღაცა ისე დაეწყო მის ხოვრებაში, ჯერით არ უსურვებ არსად არტისტს ამას. არავინ არ ათქოს რომ მოიცა რომ პრეზიდენტი გამხადა და არა. ურთულეს სიტუაციაში მოუწია მას. თან ჩვენ არ დაგვავისდეს, მას ხო მართავენ. ის ხო მართული მსახიობია ამ შემთხვევაში. და თან უნდათ რომ მისგან ანუ გმირი გახდეს. გმირი ძალიან ძნელია გახდეს. მისი მდგომარეობებს არც ის არ მეკვირს რომ ის რაღაცა შეიძლება არაფხიზელ მდგომარეობაში და რაღაცას იღებდეს. იმიტომ რომ ურთულეს ეპოქაში, ურთულეს დროს მოუწია იმ ქვეყნის მართვა, რომელიც ქვეყანას სამწუხაროდ ფაქტიურად მის ხელში. ეს მას მოეწონება, არ მოეწონება, მის ხელში დაინგრა. მის ხელში არის ქვეყანა დაცლილი მიგრანტებისგან, მის ხელშია რაც ხდება დღეს ის ტრაგედია და მის ხელშია ისიც ხვალინდელი ბედის როგორ იქნება. ანუ მას ესეთი როგორ შედგებოდა ფიზიკურად ვერ შედგებოდა. უკვე ისე გავიდა დრო რომ ვერ მოვასწარით ესე ვთქვათ არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნებოდა მაგრამ იქნება მაყურებელთვის და ჩემს საინტერესო იქნება ყველა ვარიანტში. ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღევანდელობისთვის, იმიტომ რომ აი ეს რაღაც ელემენტი, კულტურის ელემენტი, ეს დავიწყო საუბარი, ირონია, ხო? ირონიის ნაწილი, მასხარას ნაწილი, ხო? მასხარას კულტურა, ხო? რაღაცნაირად დაიკარგა ჩვენ რეალობაში და ეს დაკარგვა რას ნიშნავს? როდესაც ირონია იკარგება ჰუმანიზმის დიდი ნაწილიც რა ადამიანებში. და ჩდება აი ცარიელი ისეთი არტიციზმი, სადაც რომელიც აღარ არის გულახდილი და მარტო რაღაცა აი ამ ქვედა დინებებს აძლიერებს, ადამიანის ქვედა დინებებს. ანუ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ყველანაირ კულტურის საფუძველი არის გარკვეულწილად თვითირონიაც. ჩვენ უნდა ვიყოთ თვითირონიულები, ჩვენ უნდა გქონდეს ირონიის განცდა და ამაზე საუბარი საჭიროა. სად წავიდა, სად დაიკარგა ქართულ კულტურაში ირონია. მოკლედ, მომავალში ვაპირებთ გაგრძელებას. იმედია კიდე გვეწვევა. დიდი სიამოვნებით პირიქით, მადლობა. და აუცილებლად შევეხმარებით ამ საკითხს.
იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს. დაწერეთ კომენტარები, აუცილებლად გიპასუხებთ. მოვალ შეხვედრამდე.